ჩვენი კომპანიის კლინტეკის ისტორია იწყება 2003 წელს თებერვალში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში რამის წარმოება მაშინაც ძნელი იყო. რატომ? იმიტომ რომ სპეციალისტი არ იყო, ქიმიკოსი არ იყო და შესაბამისი ტარა არ იყო. ინგრედიენტები, რომელიც საჭიროა სარიცაშვილების საქართველოში არავის არ შემოქონდა. შესაბამისად, ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოგვიწია ამის აწყობა. ჩვენი პირველივე მომხმარებლები იყვნენ საერთაშორისო ბრენდები, რომლებსაც აქვს წარმოება საქართველოში და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ პირველი გამოცდილება საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობა, როგორც მომწოდებელი, ასევე მომხმარებელთან. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვაწარმოებთ, ანუ ჩვენ ბოთლიც კი ჩვენი წარმოებისა, ინგრედიენტები ჩვენ თვითონ ჩამოგვაქვს, რაც ჩამოსატანია. ჩვენი ქიმიკოსი ყავს, ჩვენი ლაბორატორია არის. რაც მეტი ტურისტი შემოვიდა, მოთხოვნები პროფესიონალ ჰიგიენაზე გაიზარდა. შესაბამისად, ჩვენი ბიზნესის იზრდებოდა, მეტი პროდუქტი იყო საჭირო, გარდა სარიცაშველებისა აღმოჩნდა, რომ საჭიროა დასუფთავების ტექნიკა, ინვენტარი, ესეც დავამატეთ. ქართული წარმოება და ბევრი, ასე ვთქვათ, არ გვენდობა. იძახიან ასე, ერთხელ გააკეთებ, მეორჯერ უკვე გააფუჭებთ. მე ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, რატომ? ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ჩვენ ვაშენებთ ბრენდებს, საქართველოს ბრენდებს, საქართველოს სახეა, ჩვენი მომავალი, ჩვენი ბავშვები, ბავშვებს უნდა გადავცეთ, ან ბავშვებმა უნდა გამოიყენონ. ამიტომ ეს იმიჯია. ამიტომ იმას, რასაც ვაშენებთ, უკვე ახარ გავაფუჭებთ, არ გვიღრის და გჭირდება, რომ ეს უფრო გაფართოვდეს და ამიტომ ჩვენი ბრენდის ძალიან მკაცრი მოთხოვნები მაქვს. მე პირადად ჩვენი გუნდისთვის, რომ ხარისხი ყოველთვის იყოს სტაბილური, ჩვენი მაქსიმალური აქცენტი დღესდღეობით არის ხარისხზე, წარმადობაზე, იმიტომ რომ საქართველოს გარდა ჩვენ უკვე სომხეთში და აზერბაიჯანშიც გაგვაქვს ჩვენი პროდუქცია. ბევრ ადამიანს უნდოდა ჩვენი პროდუქცია რომ სახლშიც გამოიყენებინათ. იმიტომ რომ სახლში საქართველოს ზოგადად სტუმართმა სპილობის ქვეყანაა, ბევრი სტუმარი ყავს სახლში. კარგად უნდა დავხდეთ, ბევრი ნათესავი კიდე მოდის, ახლობელი ჩვენს დავდივარ და ამიტომ კარგია როცა საჭმელი კეთდება, კარგია როცა რაღაცას უყურებთ, მაგრამ მე ამის ყველაფრის დალაგება უნდა და ამიტომ ჩვენ დავიწყეთ რითეილზე, ასე ვთქვათ, საცალო გაყიდვებზე, დიასახლისებზე, ოჯახებზე ფიქრი. ჩემი პირადი სახლი არის როგორც გამოსაცდელი პოლიგონი, სადაც ყველა პრეპარატს ჩვენ ვიყენებთ. თუ ეს პირველი სტადია გაიარა, მე უკვე თანამშრომლებს ურიგებთ და ყველა აწი ელოდება, როდის გამოვა კიდე ახალი პრეპარატი, ყველა ძალიან აინტერესებს, კიდე რას მოვიფიქრებთ. მე მინდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე 70 პრეპარატზე მეც ვუშვებთ სხვადასხვა დასახელების. ეს დანადგარია, რომელსაც ქვია რეაქტორი და აქ ხდება ინგრედიენტების შეზავება. და მერე გამოდის ეს არაჩვეულებრივი სარეცხვის საშუალება, ან შამპუნი, ან თხევადი საპონი, ან ჭურჭლის ჟელე, ან უამრავი რაღაცა, რაც ჭირდება ოჯახში. ჩვენ ვიმყოფებით ჩამოსხმის საამქროში, კონვეიერზე დგას ბოთლი, მიდის ჩამოსხმა, თავსახური, ეტიკეტირება, პარტიის ნომერი და გამოშვების თარიღი უნდა დაეკრას და უკვე მერე იდება ყუთებში. ბოთლები იბერება ჩვენს სხვა საწარმოში, მაგრამ ესეც ჩვენი წარმოება. ლაბორატორია არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩვენი წარმოების. აქ ხარისხის კონტროლიც არის. აქ არის ახალი პრეპარატების, ასე ვთქვათ, გამოგონება, შექმნა, ტესტირება პირველადი, რამდენად გრადია, რას აკეთებს, რა ტემპერატურებს უძლევს, თაროს უძლევს, შუქს და ასე შემდეგ. აქედან გადის პროდუქცია უკვე ჩვენ რეგიონალურ საწყობებში, რომელიც გვაქვს თელავში, ბათუმში, ქუთაისში და ყოველდღიურად ხდება დისტრიბუცია ჩვენ მომხმარებლებთან. მინდა მოგიყვეთ, რატო ქვია ჩვენ ბრენდ ზომა. როდესაც ვიწყებდი ჩვენი პირველი პროდუქცია იყო ასეთი რულონები ქაღალდის და მომხმარებლები რომ მოდიოდნენ, საწყობიდან იყო პირდაპირ გაყიდვა. და შესაბამისად ყველა გვეუბნებოდა, აი ესეთი ზომა დამიჭერი ქაღალდი, სიმაღლე, სიგანე, სიგრძე, ყველას უნდოდა
სხვადასხვა პროდუქტი მიიღო და სხვადასხვა ფასი ყოფილიყო. შესაბამისად, ზომა და ჩვენს გადავწყვიტეთ, რომ ალბათ ზომა ეს უკვე საუკეთესო სახელია ამ ბრენდისთვის.